გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ 11 ფოტოს, რომელიც თითქმის მთელმა მსოფლიო მიხილა როგორც ისტორიული კადრი, თუმცა საბოლოო ჯამში ყალბი აღმოჩნდა. ამ ფოტოებს ძალიან საინტერესო ისტორია გააჩნიათ. დავიწყოთ. ალბერტ აინშტაინი და ბირთვული აფეთქება. სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით ალბერტ აინშტაინის ფოტოს, რომელზეც ვხედავთ თუ როგორ ატარებს გენიოსი ველოსიპედს. სურათზე ასევე ჩანს აინშტაინის უკან არსებული ერთი შეხედვით არც თუ ისე უჩვეულო ფონი, რომელზეც ატომური აფეთქებაა გამოსახული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ უჩვეულო არაფერია, მაგრამ ეს ფოტო სინამდვილეში ყალბია. უფრო კონკრეტულად, ორი ფოტოს შეერთებითაა მიღებული. პირველ ფოტოზე აღბეჭდილია თუ როგორ ატარებს აინშტაინი ველოსიპედს ერთ-ერთ სახლთან ახლოს, ხოლო მეორე ფოტოზე, რომელიც ყალბ ფოტოში აინშტაინის უკანა ხედს წარმოადგენს, რეალურად 1962 წელს ნევადის უდაბნოში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩამოგდებული ბირთვული გამოცდების ერთ-ერთი მომენტია ასახული. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები 1951-1963 წლებში ატარებდა ბირთვულ გამოცდებს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიზონას უნივერსიტეტის პროფესორის ვინმე კეით მეიერის კვლევის თანახმად, ნევადის უდაბნოში ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდებმა და მისმა თანმდებმა რადიაციამ გამოიწვია დაავადებები, რომლებისგანაც ჯერ მარტო 1951-1963 წლებში 340-დან 690,000-მდე ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. რადიაციის დასხივების მთავარ გზას წარმოადგენდა ბირთვული ტესტების არეალთან ახლოს წარმოებული რძე. ამაზე ბევრი ფილმი გადაუღიათ. დღემდე ტურისტების თუ ექსტრემალი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია, თუმცა ბატონ აინშტაინს არასოდეს გადაუღია ასეთი ფოტო. უფრო მეტიც, ის მართლაც დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ატომური ბომბის შექმნაში, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მოტივით. თუმცა, როდესაც ამერიკამ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ბომბები ჩამოაგდო, ეს აინშტაინისთვის გამანადგურებელი დეპრესიის მომტანი აღმოჩნდა. იმასაც ამბობენ, რომ ამაზე ნერვიულობამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ასეთი მხიარული ფოტო ატომური ბომბის ფონზე კი რასაკვირველია ყალბია. ჩვილი ჰიტლერი. ჰიტლერის ბავშვობის ფოტო, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ჰიტლერის, 1933 წელს მრავალი ბრიტანული და ამერიკული ჟურნალის ყურადღება მიიპყრო. ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, მრავალი ცვლილების შედეგია. რეალურად მასზე გადაღებულია ვინმე ჰარიეტ მეი უარენის შვილი, სახელად ჯონი. ორიგინალი სურათი, რომელიც 1931 წელს არის გადაღებული, აი ასე გამოიყურება. როგორც ხედავთ, ჰიტლერის ბავშვობის ყალბ ფოტოსა და ჯონის ფოტოს შორის მრავალი განსხვავებაა, რომელთა შორის აღსანიშნავია სახის გამომეტყველება. ჟურნალ გაზეთებში დაბეჭდილი ყალბი ფოტოს გვერდით იწერებოდა სათაურები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ჰიტლერის ბუნებას, რომ მისი ბავშვობის ფოტო მისივე ბოროტ ბუნებას შესანიშნავად წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა ეს ფოტო ნახა, თავისი ბავშვობის ნამდვილი ფოტოს გამოქვეყნება ბრძანა. ამ ფოტოზე კი თქვენ ხედავთ ჯონი მეი უორენს, ანუ ნამდვილ ბავშვს, თავისი პატარაობის ფოტოსთან ერთად. მოკლე შორტები. ეს ფოტო პოპულარული სოციალურ ქსელებში გაჩენისთანავე გახდა. ამის მიზეზი კი მის თავზე დაწერილი სათაური იყო, რომელიც შემდეგ შინაარსს შეიცავდა. ქალებს პირველად დააცვიათ მოკლე შორტები საჯაროდ, რამაც ავარია გამოიწვია. რეალურად ამ ფაქტს არც ავარია გამოუწვევია და არც ეს ფაქტია პირველი შემთხვევა. ფოტო გადაღებულია 1937 წელს. ის ამ წელს ჩატარებული ფოტოსესიის სურათებიდან ერთ-ერთია, რაც გულისხმობს იმას, რომ ფოტო სულაც არ ასახავს შემთხვევით კადრს. ის დადგმულია, ამას ადასტურებს ამავე ფოტოსესიის სხვა სურათებიც. მართალია შორტები ამ დროისთვის დიდად გავრცელებული არ იყო, მაგრამ არც უჩვეულო მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მანქანა გამართულ მდგომარეობაშია და ოდნავი ნაკაწრიც არ აქვს, რაც ავარიის შემთხვევაში გამორიცხულია. ბობ მარლი და ჯიმი ჰენდრიქსი. ალბათ ყველას გინახავთ ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთს ბობ მარლი და ჯიმი ჰენდრიქსი. ფოტო გადაღებულია 1979 წლის 27 ნოემბერს, სან-დიეგოს სპორტის არენაზე, ბობ მარლის survival tour-ის დროს. ამას ადასტურებს ორიგინალ სურათზე გამოსახული ადამიანის მაისური, რომელზეც წერია ბობ მარლის survival tour. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჯიმ ჰენდრიქსი 1970 წელს დაიღუპა, შეუძლებელია ამ ფოტოზე ბობ მარლისთან ერთად ფეხბურთს თამაშობდეს. როგორც გაირკვა, სინამდვილეში ფოტოზე ბობ მარლისთან ერთად გადაღებულია ვინმე გლენ დაკოსტა, იამაიკური ბენდის ერთ-ერთი წევრი, მესაყვირე. არსებობს ამ დღეს გადაღებული სხვა ფოტოებიც, რომლებზეც ნათლად ჩანს,
რომ ჯიმის სინამდვილეში ჯიმი არ არის. ულის სიმფსონ გრანტი. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის ულის სიმფსონ გრანტის ეს მეტად ცნობილი ფოტო, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის დროსაა გადაღებული. თუმცა სინამდვილეში გრანტის სურათი ისევე როგორც სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფოტოები ყალბია. ის მიღებულია სამი სხვადასხვა ფოტოს დამუშავების შედეგად. ცხენი და სხეული რეალურად გენერალ ალექსანდრე მაკდოუელის ეკუთვნის, ხოლო თავი თავად გრანტის. გრანტის ჯარისკაცები კი რეალურად ტყვეები არიან, რომელთაც ულის სიმფსონთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აბრაამ ლინკოლნის ცნობილი ფოტო. ჩვენ ყველამ ვიცით აბრაამ ლინკოლნის ეს ცნობილი პორტრეტი, რომელიც ორი სხვადასხვა ფოტოს შეერთების შედეგად მიიღეს. ლინკოლნის სხეული სინამდვილეში ეკუთვნის ჯონ კოლდუელ კელჰუნის, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ამ ამბავში სასაცილო ისაა, რომ ლინკოლნი მონობის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო ჯონი ამ იდეოლოგიის მიმდევარი გახლდათ. მერლინ მონრო და ჯონ კენედი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ ფოტოებზე მერლინ მონრო და ჯონ კენედია, თუმცა ცდებიან, სინამდვილეში ეს სურათები შექმნილია ვინმე ელისონ ჯექსონის მიერ, რომელიც საკმაოდ სახელგანთქმულია ცნობილი ადამიანების ორეულების შექმნით. ჯონ კენედისა და მერლინ მონროს ერთადერთი ცნობილი ნამდვილი ფოტო გადაღებულია 1962 წლის 19 მაისს მედისონ სკვერ გარდენში, ჯონ კენედის 45 დაბადების დღეზე. ამ დღეს მომღერალმა პრეზიდენტს დაბადების დღეს სიმღერით მიულოცა და ეს ფოტო ასე გამოიყურება. სასწრაფო დახმარების პირველი სატრანსპორტო საშუალება. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით ფოტოს სათაურით. სასწრაფო დახმარების პირველი სატრანსპორტო საშუალება. თუმცა ნუ მოტყუდებით. სინამდვილეში ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს დაჭრილთა გადასაყვანის საშუალება. შეიძლება ზოგადად სასწრაფო დახმარების იდეის მატარებელია, თუმცა ეს იყო მხოლოდ ომის დროს. ამიტომ შეიძლება ითქვას, ეს ფოტო არასწორი ინტერპრეტაციით გახლდათ მსოფლიოში ცნობილი. მოულოდნელი დუეტი. ჯონ ლენონისა და ჩე გევარას არასოდეს დაუკრავთ გიტარით ერთად. ეს ფოტო სინამდვილეში ჯონ ლენონის და ვეინი გაბრიელისაა, რომლის ადგილას ჩე გევარას თავია ჩასმული. საკმაოდ კარგად დაუმუშავებიათ. კანფეტი ნაცისტური სვასტიკით. მიუხედავად იმისა, რომ 1930-დან 1940-იან წლებამდე ნაცისტები სვასტიკას ყველაფერზე ახატავდნენ, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ. ეს ფოტო მაინც ყალბია, რადგან კანფეტზე ნამდვილად არ დაუხატავთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ფოტო არის კადრი 1993 წელს გადაღებული ფილმიდან, თუმცა ის თითქმის მთელმა მსოფლიო მიხილა როგორც ნამდვილი ფოტო. სტივენ სიგალი, იგივე ნიკო, ვლადიმერ პუტინი და კურდღლის ყურები. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო თითქმის ჩაკ ნორისთან გაიგივებული პერსონაჟია, თითის ერთი გადგაცვენებით ხოცავს ხალხს და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით პუტინთან ასეთი რამის გაკეთებას მაინც ვერ გაბედავდა. ეს ფოტო სინამდვილეში ყალბია და ნამდვილი აი ასე გამოიყურება. შეიძლება ამ ფოტოს გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტივენ სიგალის რეპუტაციამ შეუწყო ხელი. ის იმდენად მაგარი ტიპია, პუტინსაც კი ასეთი რამ გაუბედა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროა ამ ფოტოს არანამდვილობა. და დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, იქნება არხით გამოიწეროთ და დააჭიროთ ზარის ღილაკს. ვიდეოც დალაიქეთ თუ არ შეგეძარებათ. ნახვამდის.